სიტუაცია რეალურად არ შეიცვლება, თუ პრინციპულად სიტუაცია საქართველოში არ შეიცვლება. ანუ მართვის ბერკეტები, მართვის, ანუ თქვენ უნდა წარმოედგინეთ, რომ ხელისუფლება რაც არ უნდა ჩვენ დე-ფაქტო ხელისუფლება უწოდოთ მას, ჯერჯერობით ის დე-ფაქტო ხელისუფლება არის. მას გააჩნია მართვის ბერკეტები. ხო, წვდომა რესურსებზე და აი მართვა, რასაც ქვია, ჯერჯერობით ის მართვას ახორციელებს და ეხლა მე ვთქვი, რომ თეორიულად კონკურენცია უნდა იყოს ამ უსაფრთხოების გარანტიების გაზრდაზე და პოტენციალის გაზრდაზე ხელისუფლების მხრიდან და ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში ეს ორი პოლიტიკური ცენტრი ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო სწორ ნორმალურ პოლიტიკას შექმნის ამ მიმართულებით და ვის უკეთესი კონტაქტები გააჩნია საერთაშორისო ასპარეზზე თუ მოსახლეობასთან მიმართებაში, ხო? იმიტომ რომ არ დაგვაუწყოს რომ ჩვენ ასეთ ვსაუბრობთ, ეხლა დღევანდელი თემა რა არის? ამის ერთ-ერთი ძირითადი თემა არის მიდის თუ არა კომუნიკაცია ამ თემების მოსახლეობასთან და რამდენად სწორად დადის, ხო? მოსახლეობასთან. და აი ეს კონკურენცია რეალურად თუ ამას ხელისუფლება არ ახორციელებს და გაყინულია ხელისუფლება თავის სამყაროში და მიაჩნია რომ ასე შეუძლია გააგრძელოს და უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება, რაც ბუნებრივია ძალიან შორს არის რეალობისგან, ამ შემთხვევაში პოლიტიკურმა ოპოზიციამ, ну ყოველ შემთხვევაში რა პოლიტიკური ორგანიზაციებიც არის, ან რა პოლიტიკური ფორმაციაც შეიძლება ჩამოყალიბდეს მომავალში მათი მხრიდან, იქნება ეს რაღაც გაერთიანება, იქნება ეს რაღაც არ ვიცი, რაღაც ალიანსი, კოორდინაციის ცენტრი თუ ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია რომ აი ეს პროდასავლური ძალები ამ შემთხვევაში უნდა მუშაობდნენ იმაზე, რომ თუ ვითარება შეიცვალა, რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ მიუხედავად ვითარების ცვლილებისა გარანტიების გარეშე. ხო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის ძალიან ცუდი მომენტი, როცა აბსოლუტურად მომზადებელი ხვდები სიტუაციის ცვლილებას და ამ დროს კრემლში ის პირსისხლიანი ავადმყოფი გაგიჟებულია, ასე ვთქვათ, იმით რომ უკრაინაში ვერ ამთავრებს ისე როგორც მას ჰქონდა ეს დაგეგმილი და ამ დროს რეალურად აქ კიდევ საქართველოში სიტუაცია ირევა, რომლის ბუნებრივია აღკვეთაც მას აქვს. ანუ აღკვეთის სურვილი მას აქვს. ხო, ეს სხვა საქმე არ რითი დააპირებს ეს ამის აღკვეთას. ამ შემთხვევაშიც კი ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია რომ მან ახალი ომი დაიწყოს, იმიტომ რომ უკრაინაში მოლაპარაკების საფუძველივე გულისხმობს იმას, რომ ის კარგად იქცევა და მას სხვა სანქციები, დამატებითი სანქციები, ანუ აღარ ასამარებს.